ერთი მხრივ ცხადია, რომ ჩვენ ვერ უარყოფთ იმას, რაც ვნახეთ აი ამ მართლაც ხალხის საოცარი მობილიზაცია სამების ტაძართან ის დღეები, როდესაც პანაშვიდები იმართებოდა, სამოქალაქო პანაშვიდები და მერე დაკრძალვაზეც, ხო, ეს პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, რომ რელიგია ჩვენ საზოგადოებაში და ზოგადადაც არის აი ამ საკმაოდ დიდი სოციალური შემოკავშირებელი და კოლექტიური ფუნქციის მატარებელი თემა, რომელსაც აი ესე უბრალოდ გვერდს ვერ აუვლით ხოლმე, როდესაც თუნდაც პოლიტიკაზე ვსჯელობთ ამ ქვეყანაში და ადამიანების მართლა მე ნამდვილად ვჯერა, რომ უმრავლესობა იქ მისული ხალხის გულწრფელი ემოციები და გულწრფელი გლოვა ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ჩვენი გვიხილეთ. თუმცა პარალელურად ამ თემამ გამოავლინა სხვა ასპექტები, უბრალოდ გაგვახსენა უпростоრად ის ჭეშმარიტებები, რაც ისედაც ვიცით. კერძოდ ის, რომ წლებია უკვე საქართველოში პოლიტიკოსების მხრიდან ხდება ძალიან მიზანმიმართული ინსტრუმენტალიზაცია რელიგიისა და კონკრეტულად ჩვენი ეკლესიის და ზოგადად ქრისტიანობისა, ხო? და ეს ვიხილეთ ძალიან კარგად ნათლად გამოხატული ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, რომლებიც იქ თითქოს ერთადერთი ჭირისუფლების სახით იყვნენ მისულები და თითქოს მხოლოდ ისინი მათ ეხებოდათ ის, რაც ქვეყანაში ხდებოდა იმ დროს, იმიტომ რომ ყველა ტელევიზიაში ვხედავდით, რომ პირველი, ასე ვთქვათ, რიგები სწორედ ამ ხალხზე ეკავა ჭირისუფალს, რაც უკავია ხოლმე როგორც წესი და უბრალოდ ჩვენ კიდე ერთხელ შევხედეთ იმას, რაც ხო ვიცოდით ისედაც, რომ ეს თემა არის ყოველთვის ინსტრუმენტალიზაციის საკითხი, ხშირად ორმხრივიც პოლიტიკოსთა მხრიდან და მეორე მხრივ ეკლესიის მხრიდანაც და ეს ერთმანეთის ასე ვთქვათ ინსტრუმენტალიზაციის პოლიტიკა, რომელიც წინა წლეულებშიც ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ეხლა კიდევ უფრო მკაფიოდ და თვალნათლივ ვიხილეთ.